არ დავივიწყოთ ქართული. ასეთია ძალიან საინტერესო პროექტის სახელი და ეს სახელწოდება უკვე გვაძლევს ალბათ იმის მიხვედრის საშუალებას თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის მეშვეობით ახალგაზრდებზე ორიენტაცია და ეროვნული ღირებულებების სწორი ორიენტირების გამოკვეთა. ამ პროექტის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ ახლა ჩვენ რადიო იმედის ეთერში, თქვენ უსმენთ რადიო იმედს FM 105.9-ზე, უსმენთ და უყურებთ კიდეც ჩვენს სოციალური მედიის პლატფორმებზე, იქნება ეს YouTube-ის არხი თუ რადიო იმედის Facebook-ის არხი. და შესაბამისად კადრში დაინახავდით ჩვენ სტუდიას ძვირფასი სტუმრებით სავსეს ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ პროექტის არ დავივიწყოთ ქართულის შესახებ ისაუბრებენ. წარმოადგენ ჩვენ სტუმრებს თამარ ტუღუში გახლავთ პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონ თამარ. ბატონი ზურაბ მანჯავიძე, რომელსაც ჩემი წარდგენა არ სჭირდება დიდად, მაგრამ ამ შემთხვევაში და ამ კონტექსტში ვთქვათ, რომ არის პროექტის მუსიკალური მხარდაჭერი, ხო ეს ბატონ ზურაბ მოგესალმებით. არა მუსიკალური, უბრალოდ მხარდამჭერიც ვარ. უბრალოდ იდეის მხარდამჭერი და თაზო ფარტენაძე წარმოადგინოთ ჩვენი ახალგაზრდა მონაწილე ჩვენი გადაცემის 15 წლის მე-10 კლასელი თაზო, რომელმაც აი ამ პროექტის მიხედვით სხვადასხვა დადგმებში მიიღო მონაწილეობა და თავის ემოციას და განწყობებს გაგვიზიარებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ვუთხრათ მსმენელს და მაყურებელს, რომ არ დავივიწყოთ ქართული არის საქართველოს ისტორიის და მნიშვნელოვანი პერსონების ამბის გადმოცემა თეატრალიზებული ფორმით, თუ არ ვწდები, ისე რომ ახალგაზრდებისთვის ეს იყოს უფრო ახლოს, გულთან ახლოს მისასვლელი. აბა გისმენთ, იმიტომ რომ ეს პროექტი არსებობს, იყო უკვე, კიდევ იქნება და როგორ აჩვენა თავისი ჩანაფიქრი, რამდენად შეასრულა. მოგესალმებით, მადლობა საინფორმაციო მხარდაჭერისთვის და დიახაც, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ ეს პროექტი ან უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს. პირველი, ასე ვთქვათ, ინსცენირება მოვახდინეთ ნოდარ დუმბაძე ასე დაუსრულებლად ამ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, სადაც გაერთიანებული იყო 4 სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები და შესაბამისად ამის შემდეგ განვახორციელეთ სპექტაკლის შეხვედრა კლასიკოსებთან, სადაც იყო როგორ შეიქმნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. მეორე სპექტაკლი მოიცავდა ამშინარს, ილია ჭავჭავაძეს, ვაჟას, აკაკის და ასე შემდეგ. ეხა უკვე თქვენ როგორც იცით, მუშაობთ სპექტაკლზე ფესვები საქართველოა, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ასე ვთქვათ, ერთობლივი მხარდაჭერით, ასევე აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სადაც უკვე მუშაობთ გზა ილია მართლიდან გაგრძელება, ანუ ილია მეორემდე. ეს არის პერიოდი საუკუნეებში შორის დიალოგი, როდესაც ერთი ილია საუბრობდა ცოდნაზე, ეროვნულ ღირებულებებზე, მომავალი თაობის, ანუ ამ მიმართულებით, განათლების, ერუდირების მიმართულებით, მეორე კი აგრძელებდა სწორედ იმ მომავალი თაობის სულიერი და ჭეშმარიტი აღზრდის ოჯახურ ღირებულებებზე დაფუძნებულ, ასე ვთქვათ, სწავლებას, როგორც სასულიერო სარწმუნოებიდან ღმერთის სამშობლო ადამიანის. სწორედ ეს გზა, რომელსაც ეს პროექტი მოიცავს და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანია მართლა საინფორმაციო მხარდაჭერა, როგორც აღნიშნა ზურამ, რომ არა მხოლოდ მუსიკალური მხარდაჭერა, არამედ იდეური, ასე ვთქვათ, თანამოაზრეები ყავდეს ამ პროექტს და როგორ შეიძლება ამ იდეის თანამოაზრე არ იყოს ზოგადად, აი ეგ უფრო არ მესმის მე ვიდრე ის რატომ ხარ ამის აი მაგ აქვე აღნიშნავ იმას, რომ ჩემი ლექტორი, პროფესიით ჟურნალისტი ვარ, იყო ანიბანი, ასე ვთქვათ, ამ საზოგადოებასთან ურთიერთობაში შესაძვიწყე, იყო თამარ ცაგარეიშვილი და პირველი ვისაც ყველაფერი მოესალმები და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი, იმიტომ რომ პირველი რომელსაც ეს ყველაფერი გავუზიარე, იყო ქალბატონი თამარი და აი მისი შეფასება არის ჩემთვის უდიდესი სტიმული და პირველი მხარდაჭერა საინფორმაციო, იმედი საინფორმაციოს, ასე ვთქვათ, გაშუქება ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მოხდა მისი მხარდაჭერით. შემდეგ გია ჯაჯანიძე ჩაერთო ამ პროექტში, აი ასე ვთქვათ, აუცილებლად დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა გიას იმისთვის, რომ აი ძალიან კარგად და აი ხედავს ადამიანები და ისიც მნიშვნელოვანია, აი შენ ფიქრობ ჯერ კარგად არ გაქვს გააზრებული, ანუ ვიწყო ჯაჯასეულად, რომ აი რამდენად ღირებულია ეს პროექტი და მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც დგას აი ამ პროექტის სიცოცხლის შენარჩუნების, ასე ვთქვათ, მხარდაუხად. და ასეთი არის ჩვენი ზურა მანჯავიძე, ასეთი ადამიანი ზურა.
ერთის მხრივ მუსიკალური ხაზი, მეორეს მხრივ აი თვითონ იდეის მხარდაჭერა და მესამეს მხრივ მრავალშვილიანი მამობიდან და უკვე ბაბუობიდან გამომდინარე ცოდნა იმის რა ჭირდება დღეს ახალგაზრდობას. აი ეს კომპლექსურად გითხარით, როგორ იკითხება ამ პროექტში და რანაირია ეს პროექტი, რატოა გამორჩეული? კი ბატონო, ანუ ეხლა რაღაც მე მგონი ახალი იდეაც მოუვა ახლა ეს მამაშვილობაზე და ბაბუა და პაპა შვილიშვილობაზე მე მგონი და ეს პრინციპში ისედაც არის ეს ჩადებული. ანუ ჩემი გადასახედიდან ასე ვთქვათ რა, ანუ მუსიკალური მხარედან, ანუ პირველივე არის გაჟღერდა თუ არა, ანუ როგორც კი დამიწყო ახსნა, ხო, კარგი გადმოცემის უნარი აქვს თამარს, მაგრამ აი ისედაც თითქოს ანუ აი პატარა ბიძგი რომ მიეცემა ხოლმე აი ამ იმას რა ქვია ამ აზრის მსვლელობას არა მე თითქოს შენ თვითონ იწყებ ფიქრს ანუ ამ ინერციით მიყვები და ვა ეს რა მაგარი რაღაცა ხდება როგორი აუცილებელია როგორი დროულია ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის აი ესეც კი გვიფიქრია მაგრამ რა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს იმდენად მრავლის მომცველია და მრავალი მიმართულებები არის, ანუ თითქოს აი ერთ გზაზე რომ დგახარ, მე იქვე პატარა დინებები, ქვედინებებიც გამოჩნდება ხოლმე და იქით გინდა აი აქ თავარი რაღაცა არ დაიბნე, რომ ამ სწორ გზაზე წახვიდე, მართლა რომ არ გადაუხე, რომ ჯერ ერთი, ანუ მაგისტრალურ ხაზს გავყვე და მე თავისთავად ის ბევრი, ასე ვთქვათ, კარგი შენაკადების თავის სიკეთებს მოიტანენ აუცილებლად და ანუ აი იმდენად ჯერ თავიდან ხო ეს მუსიკალური მიმართულებით აი რაც შემეკითხე ამ მიმართულებით დავიწყე დაუშვათ ფიქრი რაღაცა ჩემი ჩართულობა მაგრამ იმდენად რაღაცა ამ მიმართულებებმაც იმდენად გამიტაცა და ჩამთვა ასე ვთქვათ ამ ამბავში ამ ახალგაზრდებთან მუშაობა იქ დაუშვათ იმ სპექტაკლებში მარტო რაღაც მუსიკალურ გაფორმებაზე და რაღაცა ერთი-ორი სიმღერა ხომ არ გავაკეთოთ, მოდი აქ ჩავსვათ. აი ამის გარდა კიდევ რაღაცა უფრო მეტი ჩართულობა მომინდა მე თვითონ. იმდენად მიმზიდველი არის ეს ხო, რაღაცა გინდა რომ პროექტსაც ვერ დავარქმევ. ხო, აი თითქოს აი ცხოვრების ნაწილი გახდა უკვე. ჩემი და რაც თავარია და რაც მახარებს, ანუ ჩვენ ეთერშიც ვისაუბრეთ, ანუ იმედის ეთერში, ტელეიმედის ეთერშიც ვისაუბრეთ ამის შესახებ, რომ ბავშვები იმდენად ჩართულები არიან, ჩემ და გასაოცრად სხვათა შორის, იმიტომ რომ მე ცოტა მეშინოდა, თავიდან რომ გავიგე, ცოტა მოსაწყენი ხომ არ იქნება მეთქი ბავშვებისთვის, მაგრამ სრულიად დამენგრა ეს შეხედულება პირიქით, ანუ ჩემზე უფრო მეტად მოტივირებული და ინტერესით სავსე ბავშვები არიან და ძალიან ჩართულები არიან, ამა პირიქით შეიძლება აქეთ ბევრი რამე ვისწავლოთ ახალი თაობისგან. გავაგრძელებ. თქვენი რეპლიკა და უკვე გადავიდეთ ბავშვების ჩართულობაზე მონაწილისგან. აი სწორედ იქიდან გამომდინარე რომ თვითონ პროექტის სცენარი ანუ იწერება ესე აი ასე ვთქვათ შეგრძნებებით და არა ვთქვათ რაღაც კონკრეტული ასე ვთქვათ ცენზურების დაცვით სარეჟისორო ხელოვნების კუთხით ან სცენარის მხრივ არ შეიძლება მადლობა არ გადაუხადოთ სწორედ იმ პედაგოგს ვისთან ერთადაც უშუალოდ პირველი დღიდან სცენარზე მუშაობ ეს არის შორენა ვერძაძე გვეხმარება რომელთან ერთადაც აი მართლა შორე აი ეს ამბავი მინდა და იქნებ პუბლიცისტური წერილები სადღაც ამომიკრიბო და მე უკვე დავალაგებ და აი ყველა რეჟისორი ყველა ჩასაკოთ კი თავარია მართალი იქნება ეს ილია მეორე 6 მეთაყაიშვილი და აი ხაზია მთავარი და მე უკვე ხო ვეძებთ თქვა საინფორმაციო ასე თქვა სათქმელი ზოგადად მართლა ამით არც დავიღლებით მაგრამ ხარდაჭერისთვის აუცილებლად იმიტომ რომ აი ზუსტად ანალოგიურად ეხა მეც ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმით ვარ ჩართული ხო ანუ ასე არის ყველა ანუ ზედმეტი ახსნა განმარტება აღარ გვჭირდება ხოლმე უბრალოდ იდეას გაიგებენ თუ არა ოფიციალური სტრუქტურები იქნება თუ ბავშვების მშობლები ასე ვთქვათ ყველა ჩართულები არიან და რა თქმა უნდა სოციალური პროექტი კი არის მაგრამ ნუ მაინც რა თქმა უნდა ფინანსები ყველა საქმეს და მით უფრო კეთილ საქმეს ჭირდება და ყველას ვინც გვერდში გვიდგას ყველას მადლობა ვეუბნებით და ვინც გვერდში დაგვიდგება აუცილებლად მომავალშიც იმათაც წინასწარ მადლობას ვეუბნებით მეცენატები ისევ სარაჯიშვილისნაირი ვინც ქართულ საქმეს ხო დავით სარაჯიშვილს ალბათ ერთ-ერთი მონაწილე შეიძლება იყოს ამ ჩანაფიქრის რაც ამ ადამიანების ცხოვრებას აცოცხლებს და მივადექით ახლა უკვე თაზოს ესე იგი 15 წლის რომ ხარ მე-10 კლასში რომ ხარ და ვთქვათ მეტნაკლებად უკვე ქართულ ენაშიც და ისტორიაშიც გავლილია ხო ესეთი მთავარი პროგრამა, რომ
იცი მაგალითად ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, თუნდაც დავით სარაჯიშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ იცი როგორც აი გაკვეთილზე მოისმინე, მე ჩასაბარებელი გაქვს, აუთემა გაქვს ხა ამაზე დასაწერი. ეს არის ერთი ამბავი. მაგრამ მეორეა რომ სცენაზე უნდა დადგე, ეს ადამიანი უნდა ითამაშო, ზურა მუსიკას შემოგაშველებს, მეგობრები თქვა სხვა პერსონაჟების შემოგაშველებს და ეს უნდა შენთან უნდა გაიაროს ამ ყველაფერმა, ხო? აი, რამდენად სხვანაირად გაგაგებინა თუნდაც ამ ადამიანების საქმიანობა და საერთოდ ის თუ ვინ ვართ და რა ვართ, აი ამ დადგმებმა, ვიდრე უბრალოდ წიგნში ნასწავლმა თემებმა. პირველ რიგში მოგესალმებით. მეც მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვნად გამაგებინა ამ პროექტმა თუ როგორი ღირსეული ადამიანები ყავდა საქართველოს, დავით სარაჯიშვილის სახით, ექვთიმე თაყაიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის სახით. ისე კარგად გამაგებინა, რომ აი წიგნის გააზრებული როგორც წიგნში ეწერა, იმაზე 1000 თავი ჯობია რა. ჯობია, ხო? აი მაგალითად ვისი პერსონაჟი განასახიერე და რა გაიგე უფროსი ეღმისეულად. მე გამასახიერე აკაკი წერეთლის როლი. ხურების რა ეტაპზე? სწორედ მოწოდების და იმ წერალთა საზოგადოების ჩამოყალიბების, ასე ვთქვათ, ილიას მხარდამხარი იმ დროისთვის რედაქცია ივერია. ექვთიმესთან და ექვთიმესთან? ექვთიმე თაყაიშვილთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად ვიყავით ზუსტად. და რაგევალებოდა, ის მოყევი პროცესი, რა მისია გეკისრა სპექტაკლში და გაკისრია ეხლა. ექვთიმესთან რა როლი გაქვს? ექვთიმესთან მაქვს, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოსთან გააქვს განძი, მე მას უნდა ჩავაბარო ეგრეთ წოდებული სია, თუ რომელ ყუთში რომელი ძვირფასეულობა ინახება. აი ეს აღრიცხული რაც იყოს, ხო? თქვენ ჩემზე კარგად შეიძლება იცოდეთ თუ რა ძვირფასეულობაზე მაქვს სამუბარი, მაგრამ გეტყვით პატარა მონაკვეთს, რომელიც არის პროექტში, ესენია თამარის ჯვარი, ქსნისა და თრიალეთის ოქროვერცხლის თასები, თბილისის მუზეუმის ექსპონატები და ვეფხისტყაოსნის ხელნაწერები. ხელნაწერები კი, მათ შორის რამდენიმე საუკეთესო ხელნაწერი და ასევე დავითის ჯვარი და ასე შემდეგ. ხო და აი ნახე ამას რომ თამაშობ, უკვე რომ დაიმახსოვრე, ტექსტი უნდა თქვა რომ ეს სია ჩამოთვალო და ასე შემდეგ. სხვანაირი განცდით იგებ იმას თუ რა მოხდა თუნდაც განძის გატანის და მერე დაბრუნების დროს. რა თქმა უნდა სხვანაირი განცდა, რადგან შენ თამაშობ და შენ გიწევს იმ პასუხისმგებლობის აღება, რაც ტარსულში და იმ დროს მოხდა. რეპეტიციებზე იქნებოდა რაღაც ეგეთი მომენტები არა რომ იგებენ ბავშვები რაღაც სხვანაირად ამ დეტალებს. ნამდვილად, ანუ მთავარი ამოცანაც ეს არის, რომ ანუ იმ მდგომარეობაში უნდა ჩაიგდოს თავი, ასე ვთქვათ, ეხლა ჩვენ ხوار ვთხოვთ ეხლა ამ ბავშვებს ისეთ გარდასახვა მოახდინონ როგორც დაუშვათ პროფესიონალ მსახიობებს ევალებათ, მაგრამ აქ ზუსტად ის არის, რომ ჩაძვდნენ ზუსტად იმ ეპოქას და იმ ადამიანების იმ საოცარ ბუნებას, შინაგან სამყაროს როგორი თავდადებით, როგორი რუდუნებით, როგორი ქვეყნის და მოყვასის სიყვარულით აკეთებდნენ ამას ყველაფერს და აი ამას ეზიარონ და ეს გაიგონ თავარია. თორე იქ მართლა იმას, რა თქვია, ოსკარზე წარდგენას ჯერჯერობით არ ვაპირებთ, ხო? ჯერჯერობით. მაინც ხო რა ხდება რა იცით, მაგრამ აი თავარი არის, რომ ზუსტად ანუ ესე ცოტა მათ ტყავში ჩაძვნენ, ასე ვთქვათ და ისე შიგნიდან, ანუ მართლა ესე მშრალად კი არა რომ მარტო წიგნიდან, რა თქმა უნდა, წიგს თავის მაგია აქვს, თავისთავად ცხადია, მაგრამ პირადად აი თითქოს ანუ იმ პერიოდში, იმ ადამიანში თავისთავად დაინახონ და აი ესე უფრო ცოცხლად მიიღო და თავისონ ხო და გაიაზრონ. თამარ, აი როგორი იყო თუ შეკრიბოთ თქვათ ბავშვები და დაიწყეთ აი თუნდაც როლების გადანაწილება, ვინ ვის პერსონაჟს მოირგებდა, ვინ რა ისტორიით მოიხიბლა, ვის რაღაცაზე თქვათ გული დაწყდა, ან აენთო პირიქით ხო ვიღაცის ამბეთ. აი ეს ემოციები რაც შიდა სამზარეულოში ტრიალებდა ხო იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა და კიცით თქვენს ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან სენსიტიურია, მნიშვნელოვანია, ანუ ყველა დეტალი და ყველა წვრილმანი გაიზიარო მოზარდის, რომ აი რა და როგორ, ეხლა რაც შეეხება სწორედ როლების გადანაწილებას, მაგალითად, ხო, მე შეიძლება ცალსახად წარმოვიდგინო თითოეული პერსონაჟი, მქონდა ესეთი ფაქტი, რომ ილია ჭავჭავაძის როლის შემსრულებელი მეგონა მაგალითად სულ სხვა პიროვნება, მაგრამ უკვე როდესაც მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ იცი რა,
სანდრო, ეხლა ყველანი კარგად დავფიქრდეთ, მოდი ვფიქრობ, შენ ახლა ამ ეტაპზე შენი ხმის ტემბრით, შენი ასე ვთქვათ, სინაზით უფრო ვაჟაფშაველა მგონი ხარ და მართლაც ეგრე მოხდა, რომ ის გადავანაცვლე ვაჟაფშაველა გადავიდა. მე ვიქნები ვაჟი. იმდენად თვითონ ფრთხილები არიან და ითავისებენ თავიდან შესავალი ხო გვაქვს, ანუ ვინ უნდა განასახიერო, როგორ უნდა განასახიერო, თითქოს და მღელვარებაც აქვთ, ვიცი რომ მე ამას შევძლებ, ანუ ყოფილა გახსოვს თაზავი მას მე ხო აკაკი როგორ უნდა განვასახიერო, ანუ ხო აი არის ყოფილა ისეთი მომენტი, მაგრამ ნუ გეშინია, ანუ ნუ ღელავა, აი ყველაფერი გამოგივა, იქ არაფერი ისეთი არა და ეს არის. კი, სანერვიულო რადგან ასეთი კარგი და დიდი ადამიანის როლი როდესაც გაქვს და უნდა განასახიერო, ცოტა ძალიან საპასუხისმგებლო როლი იყო ჩემთვის. ხო, მაგრამ ალბათ როგორ გაგზარდა, ხო? აი რა ხელა გამოცდილება მოგცა და ცოდნაც. ერთი რამ მაინტერესებს, აი ეს სპექტაკლები, სადაც იდგმება, სად შეიძლება ადამიანებმა ნახონ? ეს არის რაღაც კონკრეტულად გარკვეული ჯგუფისთვის, აუდიტორიისთვის თუ ეს არის ღია აღონისძიება და ყველა შეიძლება დაესწროს. აი დასწრება ყოველთვის თავისუფალია, წეყა როგორც აღვნიშნე, ჩვენ აჭარის კულტურის სამინისტრომ მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს გალბატონ ელის ობოლქვაძეს, გასული წლის ასე ვთქვათ, პროექტიც დაფინანსებულია და მხარდაჭერილია სამინისტროს მიერ და დასწრება არის თავისუფალი, ჩვენ ვმართავთ ამას აი მუნიციპალიტეტებში, აი მაგალითად აჭარის რეგიონში, პრემიერა გაიმართა მაგალითად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, შემდეგ ვაჩვენეთ ხალვაჩაურის კულტურის ცენტრში, გასული წლის და შემდეგ ხულოში. მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ისტორია, საუკუნეებს შორის დიალოგი მათ შორის აჭარის კი, მათ შორის აჭარის თემა, ხო? აი ვთქვათ, რომ ავიღოთ ქრისტიანობის შემოსვლა, წმინდა მათათა მოციქული, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ ამ ხალა ისტორიის მფლობელი რეგიონია, ერის სულიერების განვითარების მხრივ და ვფიქრობ, რომ სწორედ აი ის ხალთის ზარები და ის მაღალი, ასე ვთქვათ, მაღალმთიანი აჭარა, რომელსაც ხულოს მუნიციპალიტეტი წარმოადგენს და გვაქვს იქ თეატრი, იუსუფ სოიძის სახელობის დრამატული თეატრი, გვინდა რომ იქ გვინდა არა დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ სურა და ვაჩვენებთ ამ პრემიერას მოზარდების ჩართულობით და ყველაზე მთავარი, იმდენად მასშტაბურია პროექტი, აქ არ არის მხოლოდ 20 პერსონაჟი, ვთქვათ, აი ქედის სახელოვნებო მუსიკალური სკოლის ბავშვები არიან ჩართული, რომლებიც აი ფოლკლორის დარგში წარმოადგენენ, აი ვთქვათ, გასულ სპექტაკლში იყავს ჩვენო კარგო ქვეყანავის გუნდი იყო 40 ბავშვიანი, რომელიც ხო, აი ვიტყვი ცოტა თამამად, რომ აი მართლა წარმოიდგინეთ სპექტაკლი არ შენელებულა, აი როგორც პროფესიონალი, ეს 40 ბავშვი ისე შემოვიდა სცენაზე, ანუ პროცესში და ამის შემდეგ აი ვთქვათ, გრძელდება, არც ილიას უგრძნია ვთქვათ, არც აკაკის იქ რედაქციაში რაღაც სივიწროვე ხო არის, რომ პროფესიონალების მიერ დადგმულა ვთქვათ დრამატულ სცენაზე შეიძლება რაღაც მოხდეს ისეთი, რომ ამდენ მასა ვერ იმართოს, ხო? მასა ვერ იმართოს. ყალიბი წავიდა. კი, აი მართლა მიდის ეს ყველაფერი ესე და საინტერესო. ეხლა მიმდინარე წელს ერთვება ხულოს ქორეოგრაფიული ანსამბლი. ასე ვთქვათ, საინტერესო ნომრით, აფხაზეთის თემა. ჩადიხარ და თან იქაურ ახალგაზრდებთანაც მუშაობთ, ესე გამოდის, ხო? მუნიციპალიტეტებში. ერთი გაიმართოს რაღაც გვაქვს მაგიც, ასე ვთქვათ, ვამუშავებთ ამ აქაურმა ხალხმაც უნახოთ. რაღაცა მეტი ჩართულობა ზოგადად დიდ გეგმებში უფრო რეგიონალურად გაფართოებასაც ვფიქრობთ ეხლა, ანუ იმიტომ რომ ეს ხო საერთოდ ჩვენი მარტო ამ რეგიონის არ არის, ანუ ამას დიდი მასშტაბი უნდა გქონდეს და ამის უბრალოდ საწყისი ყველაფერი არის აჭარიდან და იმიტომ რომ მაინც უხდება აჭარას რაღაცა, აი ეს სტარტი რო იწვია, ყველაფერი გვაქვს ეს ბათუმელებს ეს ასეთი ამბიცია. ერთი რამ მაინტერესებს, აი თქვათ ზურად ჩაიფიქრეთ მუსიკალური გაფორმების ნაწილები, რომ აქ საჭიროა გუნდი, საჭიროა კონკრეტული სიმღერის შემოსვლა და ასე შემდეგ. პირადად მუშაობთ ამ ბავშვებთან თუ ის მუსიკალური სკოლის მასწავლებლები ამზადებენ ნომრებს და მოგაქვთ აი ეს ვაწოდით და უკვე ნახეთ როგორ არის, აი მივაწოდეთ მას თემატიკა, შევთანხმდი ზურასთან რომ ეს ესია ვთქვათ და უკვე ისინი კონკრეტულ ვთქვათ მუსიკალურ ნომერს შეძლების და გვარად, რა თქმა უნდა, პედაგოგთან დიალოგის შემდეგ კომპეტენციის პარგლებში უკვე თუ რაღაცა ხო, ანუ თუ კომპეტენციის ხო, აი მაინც კი, ანუ ნიშნავს
მნიშვნელოვანია მაგ საკითხში, რა თქმა უნდა, აი ის მე კომპეტენციას მაინც ზურას ვანდობ ხოლმე, რომ აი ეს სიმღერა უფრო მოხდება და ასე შემდეგ. აი, ეხლა ცოტა გვინდა უკვე ინსტრუმენტალურით შემოვიტანოთ, ანუ ბავშვების, ასე ვთქვათ, თანამონაწილეობით. და კიდევ მარიკა არ მინდა რომ გამომრჩეს ამ პროექტის თვითონ სახელწოდებიდან გამომდინარე ღირებულებაც არის სწორედ საქართველოში მცხოვრები და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების ერთობლიობა. აი ჩვენ აი მაგალითად წეგან გია ვახსენე და ანა ჯაჯანიძე მეხმარება უცხოეთში აი დიასპორასთან ურთიერთობაში საკვირაო სკოლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროც უკვე ჩართულია ამ მიმართულებით, რომ მოხდეს ქართველი ბავშვები ვინც იზრდებიან პროექტი თუნდაც ანუ შეიძლება სრულად ვერ მოხდა ეს თქვა დასისიქ ადგილზე ჩაყვანა, ჩატანა, ღირე ხარჯებთან არის ეს ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ ნახეთ თვითონ პროექტის იქ განხორციელება, აი თქვა ჩავიდათ აქ, აი ის რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხო? რა თქმა უნდა, ყველა სკოლაში ზუსტად ვიცი, რომ კეთდება სხვადასხვა ქართული ლიტერატურული, ასე ვთქვათ, ლიტერატურის პოპულარიზაციის მხრივ სხვადასხვა ვთქვათ ღონისძიებები ტარდება, საჯარო ბიბლიოთეკა იქნება თუ ეს, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენ ესე ვთქვათ, ცოტა უფრო ფესვებიდან შევიგრძენით, ალბათ როგორც ბაბუ ამბები, ვიცა ასე ვთქვათ, დეიდა ამბებია სწორგავფები. დაიხანა თავი ბიბლიოთეკაში. ყველაფერი არის კიციდა. ვაიმე რატო რატო პირიქით რაც მეტი და რაც უფრო გავბრალდებით უკეთესი. თასო იცი რა მაინტერესებს აი როგორ ფიქრობ შენი ასაკის გადმოსახედიდან მეც შენზე ოდნავ დიდი მაგრამ დაახლოებით შენი თაობის შვილები მყავს და სულ ფიქრობ ხოლმე ამას რომ ჩვენ რო განვიცდით რომ აი ახალ თაობას არ გავწ და მოწყვეტილი არიან და თუ ტელეფონში არიან ჩავარდეთ ეს უფრო ჩვენი ბრალია და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი ინიციატივები, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, დაგიჭერთ, ასე ვთქვათ, და ჩვენსკენ ასე ვთქვათ, გადმოვხაჩავთ ხო თქვენს ინტერესებს, თუ თქვენ მაინც სხვა თაობა ხართ და ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, ცდილობები გქონდეს, თქვენ მაინც თქვენი გზით მიდიხართ. აი, სულ ფიქრობ ამაზე და შენი მხრიდან როგორ ფიქრობ, შენი ასაკიდან? ჩემი აზრით, თუ ბავშვს არ აქვს იმის ინტერესი, თუ მშობელი რას აკეთებს და რა უნდა რომ მას დაეხმაროს, არა მგონია რომ გამოვიდეს. თუ ბავშვს ექნება ინტერესი, შესაძლებელია. აი ჩვენ უნდა გავაღვიძოთ ეს ინტერესი, ეს არის ჩვენ ჩვენი მისია და ჩვენი ამოცანაც ეს არის, რომ აქ დაძალება და როზგის ქვეშ კი არ უნდა ხდებოდეს, ანუ უნდა დავიჭიროთ რაღაცა მივაგნოთ. ხო, არა მე არა ეს მაგის რეცეპტი რო ვიცოდე, მე თვითონ უფრო აქტიურად განვახორციელებდი, მეც მიჭირს სიმართლე რომ გითხრათ, აი რაღაცა იმ საერთო იმის გამონახვა, მარცვლის გამონახვა, რაზეც დაუშვათ აეგება მერე ხო, ის თავარი ფუნდამენტი უნდა იყოს დაუშვათ, რაზეც მერე შენობა აეგება, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის სიმართლე რო თქვა, მაგრამ არ ვაჩერებ ძიებას და მცდელობას არ ვაკლებ, რომ აუცილებლად სადღაც ანუ კაუჭზე აუცილებლად რომ აი რაღაცა და აი იქიდან ათვლის წერტილი დაიწყოს და მე თვითონ გააგრძელოს. აუცილებლად ახლა ბევრს უკვე მიგნებული აქვს ეს ამბავი და ძალიან სასიამოვნოა. უფროს ბავშვებთან მეტნაკლებად გამომივიდა ეს ამბავი და ეხლა ცოტა ტყუპებთან, ანუ ნაბოლარებთან ვცდილობ რაღაცამ საერთო გადაკვეთის. კი, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. რაღაცები მაქვს ეხლა უიმედო მდგომარეობაში არ ვარ, რა თქმა უნდა, ხუმრობ თავისთავად ცხადია, მაგრამ თავარი არის არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი არასდროს, იმიტომ რომ ისეთი მაგარი თაობა კი არ მოდის, მოსულია უკვე. აქ არის. უბრალოდ აი რაღაცა უნდა აი მოთმინება მეტი, მოთმინება და ძიება, მუდმივი ძიება საკუთარ თავზე მუშაობა. იმ ბავშვებს კი არ უნდათ ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მე რაღაცა შემთხვევაში ხოდა სწორად აღნიშნა თასო მადლობა ესეთი სწორი აღნიშვნისთვის, რომ კი, მხოლოდ მშობელი ოჯახი არ თავარია, აი ის ამოცანა, სადაც თვითონ სანდოობა სურვილი გაუჩნდება და ფიქრობ სწორედ ეს პროექტი გვეხმარება ამ პროექტმა ნამდვილად დაამტკიცა, მე მგონი თავისი შედეგებით, მონაწილეების რაოდენობით, გეოგრაფიით არის რომელი კუთხით შევაფასოთ და ყველა მიმართულებით და წარმატებას გისურვებთ, აი წარმატებით განახორციელეთ ახლა ეს მნიშვნელოვანი პროექტი ილია მართლიდან ილია მეორამდე და ველოდებით რომ თბილისშიც იქნება პრემიერა და მოვახერხებთ რომ დავესწროთ. აუცილებლად თუ არა და აჭარაში საკვატიჟებთ აუცილებლად. იქაც ჩამოვარდ გადასარევი აჭარაში მოგზაურობა. სეზონურია.
ეს სწორი აღნიშვნაა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებას უსურვებ თქვენს პროექტს. ჩვენი სტუმრები უნდა შევახსენოთ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. თამარ ტუღუში, იდეის ავტორი და ხელმძღვანელი, ზურა მანჯავიძე, პროექტის მუსიკალური მხარდამჭერი და თაზო ფარტენაძე, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე 15 წლის მე-10 კლასელი ახალგაზრდა. საუბრობდით პროექტზე, რომელსაც ქვია არ დავივიწყოთ ქართული და პროექტი, რომელიც ემსახურება ჩვენი ახალგაზრდების დაინტერესებას უფრო მეტად ქართული ფესვების, ორიენტირების და სწორი ღირებულებების გამოკვეთას. მადლობა სტუმრობისთვის, ამ დროისთვის გემშვიდობებით, თუმცა უნდა დარჩეთ ჩვენს ტალღაზე. თქვენ უსმენთ რადიო იმედს FM 105.9-ზე. დროებით.